ოზურგეთის სოფელ ბავხში ვართ. ჩემი ძმის სახლია. აქ ცხოვრობს ჩემი ძმა თავისი ორი შვილით, შვენიერი მეუღლით თეონა ვაშალომიძე, ასკანელი გოგოა, ძალიან საყვარელი ოჯახის შვილი, ელენე და დაჩი. ჩვენ ასკანლები ვართ. იქ გავიზარდეთ და ეს სახლი იყო ჩემი ნათესავის ძალიან ახლობელის, ძალიან საყვარელი ქალის დარეჯან ცეცხლაძის სახლი. დარეჯანმა გადაწყვიტა, რომ ეს სახლი გაეყიდა და აღებული ფული თავისი შვილებისთვის მიეცა სიცოცხლეში. იმ პირობით ვიყიდე მისგან ეს სახლი, რომ თვითონ იცხოვრებდა ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე. ასეც იყო ამ სახლიდან გავასვენეთ. დარეჯანდეი და უსაყვარლესი დაჯიას ვეძახდით. გვიყვარდა ყველას. მერე ცოტა მოვალამაზე, ჩემმა ძმამ ძალიან ბევრი იშრომა, რომ დამსგავსებოდა საცხოვრებელ სახლს. ააკეთა როგორც არის ტუალეტები და სამზარეულოები და რაღაცები ორიგინალი დარჩა ეს წინა მხარე მაგალითად. აივნები ელიავაზე გამოვაჭრებინე, რა თქმა უნდა, გურულის სახლის ამ სახლს არ ქონდა, ასე ფიცრები ქონდა და ამ აივანზე ყოფნას მე არაფერი არ მირჩევნია, რა ვიცი. სიყვარულიცა, მოგონებაცა, სიხარულიცა, არც ხედი აქვს აქაურობას, არც მდინარე აქვს, არც დიდი მთა აქვს, არც არაფრით განსაკუთრებული შეიძლება არაა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ უკავშირდება საყვარელ ადამიანებს, ბავშვობას, სიყვარულს, სიხარულს. ბევრ სიხარულს უკავშირდება ეს სახლი. თლათ ჩემი ბავშვობა, ბებია ჩემი სასუნელე თხილს ასე აშრობდა, გადარჩეულს, კარგად გამოარჩევდა და ასე ჩულკში გამოკიდებდა. სასუნელე თხილი, აქსუნელი წმინდა, იმას რომ ნაყავენ გურულ სუნელს. აგერ ეთყობა ჩემი რძალი, ან დედა ჩემი აშრობს ქინძის კეკალს. ფანჯრებიც, კარებები, ყველაფერი იმდროინდელია. ნახე, ფარდებიც კი იმდროინდელია. ამ ატამანკაში ბევრი ქვეშაგები ეტევა. ლეიბები, საბნები სტუმრებისთვის, რა თქმა უნდა. ესეც იმდროინდელია. ყველა სახლში იყო, იქ ჩემს სახლშიცაა. ამ სახლს კიბე გარედან ქონდა, რა თქმა უნდა, დიდი ქვის კიბე და მერე ის დიდი კიბე დაშლილი იყო, არ იყო მთლათისა და მოვანგრიეთ და აქ ამოსასვლელი აქიდან ამოსაძრომი გავაკეთეთ. რა ვიცი, კარგათაა ეზო შემოღობილი, აკაციის, როკის სარით შემოღობეთ მთელი ეზო, როგორც გურულ ეზოს შეეფერება. ჩემი ძმა ძალიან უვლის წინ მინდორს, მოლას ვეძახით ჩვენ. კარგი მოლიანი წინ ეზოა, ბავშვები თამაშობენ და ბედნიერება აქ ყოფნა. როცა ჩამოვდივართ, ჯერ აქ მოვდივართ. სადილობთ, ვიკრიბებით და მერე მივდივართ ჩემს პატარა სახლში, რომელსაც ასევე გაჩვენებთ. თან გურიაში ვარ და თან ევროპაში, ცალკეც ვართ და ერთადაც. აქ განსაკუთრებულად გულაჩუყებული ვარ და გულჩვილი ვარ, როგორც აქაურები იტყვიან. იმიტომ გასაგებია რატომაც. ამ ეზოში ცხოვრობდა ჩემი ბებია ესმა. ესმა იყო თალაკვაძის ქალი ასკანიდან. ესმა ბებია საინტერესო ქალი იყო, 100 წელი იცხოვრა, ძლიერი ადამიანი იყო და ბევრი ისტორია არსებობს ესმა ბებიასთან დაკავშირებული. ზოგი ნამდვილი, ზოგი გალამაზებული, ზოგი ჩვენამდე მოსული უკვე სხვანაირად გადასხვაფერებული, მაგრამ რამდენიმე რეალური და ან რეალურთან ახლოს ამბავი არსებობს. ესმა ბებიას ყავდა 4 ვაჟიშვილი, შაქრო, შოთა, შალიკო და გაბილა. 2 ტყუპი იყო მათ შორის და 1 ქალიშვილი ქეთო. ესმა ბებიას და ლადიმე ბაბუას ამ ეჟოში ცხოვრობდნენ, ყანას ამუშავებდნენ, წისქვილი ჰქონდათ და ჩვეულებრივი მეურნე ხალხი იყო, არაფერი განსაკუთრებული. ესმა ბებია რომ მოსულა ეს მეორე მსოფლიო ომი რომ მოსულა, გაწვევა მოსვლია 2 უფროს ძმას და ტყუპებს უთქვამთ, რომ ჩვენო სახლში როგორ დავრჩებითო, ჩვენი ძმები ომში მიდიანო და ვახშმათ ასე უთქვამთ თავისი მშობლებისთვის, 16 წლისები ყოფილან, იმათ არ ერგებოდათ ომში წასვლა. და 17-ის არ იყვნენ თლათო და არ ეკუთვნოდათ რომ ომში წასულიყვნენ და იმათ უთქვამთ, ჩვენი ძმები მიდიანო და ჩვენ როგორ დავრჩეთ სახლში. და ამაზე პასუხად ლადიმე ბაბუას უთქვამს, ყოჩახ ქალო ესმა კაი შვილები გაგიზდიაო. ესე იგი მოუწონა ეს გადაწყვეტილება შვილებს და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 4 შვილი, 4 ვაჟიშვილი ერთად გაისტუმრა ესმა ბებიამ ფრონტზე. ეს როგორი ამბავია, ყველას მოგეხსენებათ, მაშინ მთელი სოფელი აცილებდა ომში ახალგაზრდებს, მთელი სოფელი იყო წასული, ბევრია ჩვენ სოფელში დაღუპული და დაკარგული ომში. 175-ია მგონი ობელისკზე რაც არის გაკრული აქ ჩვენთან ბაღში.
მოკლედ ესმაბებიას და ლადიმ ბაბუას რომ გაუცილებიათ შვილები ომში, ოზურგეთის სადგურიდან რა თქმა უნდა, მაშინ ფეხით დადიოდნენ და ფეხით წამოვიდნენ ბაღში, სახლში. მთელი სოფელი, ვინც გააცილა დანარჩენი ბავშვებიც, შვილები, ბიჭები. და უკანა გზაზე ესმაბებიამ რიყეზე ისურვა მარტო გზაო. ასე ყვებია. ყველას ეგონა რომ ჩათვალეს რომ ესმაბებიას უჭირს ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გასაგებია და აცალეს რომ მარტო წამოვიდეს სახლში. ესმაბებიამ როგორც ყვებიან, იპოვა რიყეზე ნახრეტიანი დიდი ქვა და გულზე დაიკიდა. ამ ქვის შესახებ ბევრმა არაფერი არ იცის, იმიტომ რომ ამას მალავდა ესმაბებია და სულ ასე თავშლების და ხილაბანდების ქვეშ ჰქონდა. ის კი ყველა მიცოდა რომ ესმაბებიას მას შემდეგ ლოგინში არ დაუძინია. ეს თვითგვემის ერთ-ერთი ფორმა. ქრისტიანულ წმინდანებში და იქ რაღაცას ისტორიებს რო კითხულობ, ამბებს რომ კითხულობ წმინდანთა ცხოვრებიდან, იქ არის მსგავსი მაგალითები, რომ ტანზე გაუხთელი ეძინა. ესე იგი, კაბა არ გაუხთია. ამას რას ნიშნავს, იცით, რა თქმა უნდა, დაიბანდა და რა თქმა უნდა მოწესრიგდებოდა, მაგრამ ლოგინში არ ჩაწვა, ლეიბი ჩამოაგდო და პირდაპირ ფიცარზე, აი სადაც ხალიჩას აგებენ თუ ფარდაკს აგებენ, აი იმ ხალიჩაზე ეძინა. შვილების დაბრუნებამდე. ჩათქმული ქონდა როგორც ჩანს. მოვიდა ერთი შვილი, მობრუნდა რამდენიმე წლის მერე მეორე ტყუპის ცალი. დამთავრდა ომი და მოვიდა ტყვეთნამყოფი მესამე შვილი. მეოთხე ერთი არ ჩანს. არ არის გაბილა. ესმაბებია დარწმუნებულია რომ ისიც მოვა. დადის ყველა სამძიმარზე, შეიცხადეს, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი დაიკარგა, არის თელი გლოვა სოფელში, ამდენი ახალგაზრდაა დაკარგული, ესმაბებია დარწმუნებულია რომ გაბილა დაბრუნდება. გავიდა, დამთავრდა ომი, ესმაბებიას აგუებენ ნელ-ნელა, ეუბნებიან თქვენ საქმეს მიხედეთ შვილებო, მე ჩემი გარკვეული მაქვს, მე ვიცი, ჩემი შვილი დაბრუნდება. იმდენად დარწმუნებულია რომ სადილზე არ ჩერდება მეზობელთან. მეზობელი რომ ეუბნება რომ ესმა მოდი დაგვეწვიე, არა, სახლში უნდა ვიყო, ბიჭი რომ მობრუნდეს, სადილი ხომ უნდა დახვდეს ცხელი. ამდენად დარწმუნებულია. რეცხავს გაბილას თეთრეულს, ამზეურებს, ქვეშაგებს, აუთოებს და რეცხავს მის ტანსაცმელებს. რაღაცა ეს ცოტა წარმართული სიძლიერე და რწმენა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 6 წლის თავზე ნაწვალები მართალია ძალიან დაგლახებული და გაღატაკებული და გაუბედურებული, ფოთი სპორტში ჩამოდის მისი მეოთხე შვილი. და ის ამბავი მაშინ გურიაში რომ ესმა ასეთი დარწმუნებულია რომ ის დაბრუნდება და ამ ქვას ატარებს თან, ყველა მიცის. აქ ვინც კი ნაცნობი შეხვდა, ფეხით მოდის რა თქმა უნდა ფოთიდან და ვინც კი ნაცნობი შეხვდა ამ გზაზე, ყველა თან წამოყვა. ყველას უნდა რომ ნახოს ესმაბებიას და მისი შვილის, დაკარგული შვილის შეხვედრის ამბავი. და რომ მოვიდა აქ ტევა არ არის თურმე ეს ორღობები, სულ სავსეა ხალხით და ცნობის მოყარი ხალხით, რომ ამას ესმაბებია ლეიბებს ფერთხავდაო, ასე ყვებიან. ლეიბებს ფერთხავდა, არ დაანება თავი ამ საქმეს, რომ მიხვდა მის თავს, ასეთი ამბავია. ლეიბები ბოლომდე შეიტანა, მოაწესრიგა, დინჯად ჩამოვიდა კიბეზე, მისი გაუბედურებული შვილი ჩაიხუტა, შუბლზე აკოცა, ვითომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, არაფერი ზედმეტი ემოცია იქ არ გამოუხატავს, ასე ყვებიან. გულის პირი საჯაროდ ყველას დასანახად გაიხია, ქვა მოიღო, წყნარად მივიდა და ღობეზე დაკიდა. და ამ ხალხს უთხრა რომ რამ გაგაჩიჩინათო, ჩემს სახლში დღეს ლხინია, მომეხმარეთ, ამდენ სტუმარს მასპინძლობა ხომ უნდა. და ქალებს მიმართა, მოდით მომეშველეთო და სუფრა გავშალოთ. ამ ქვას ვერავინ ვერ შეეხო. იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ძალა, რაღაცა სიძლიერე, ცოტა გრძნეულობა ერია მაგამ ბავში, ესმასი ცოტა შიში ჰქონდათ. არც არავინ ესმას სახელი არ დაარქვა თავის შვილს. რამხელასანათესაო გვაქვს. გამრავლდა ესმას შვილები, 3 შვილი დაოჯახდა, გაბილა კი მერე გარდაიცვალა, მაგრამ 3 შვილი დაოჯახდა, იმათი ნაგრამი ბევრნი ვართ ჩვენ, ათესავები ცოტანი არა ვართ. წულაძეები. არავის არ ქვია ესმა. ჩემს დეიდაშვილებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს, არც ერთს არ ქვია ესმა. ჩემი შვილი რო გაჩნდა, მე გადავწყვიტე რომ ჩემი ოჯახისთვის მემცნო ეს ამბავი და ჩამოვედი გურიაში, ეს ქვა მოუხსენი
და ყველას უთხარი რომ ეს თქვა მე მიმაქვს და ჩემ შვილს ვარქმევ ესმას. ძნელი წარმოსადგენია ამ ქვას 1 კილოს აკლია 60 გრამი. და მე ესმაბები ამბობდა თურმე რომ ეს ნენა ამფერი გლუვი არ იყო, ჩემს ტანზე გაგლუვდა. ესე იგი ტარებისგან. რამდენი წელი ეკიდა აგერ ღობეს აკაციის სარსე. ასე ამქვის ამბავი და დიდი სახლავს ამას. ჟრუალი გამივლის ხოლმე ყოველ ჯერზე სანუკვარად ტილოში გახვეულს ვინახა უჯრაში, რა თქმა უნდა, ჩემთვის ვირფასია. ესმა რომ გაიზრდება ამ ამბავს, რა თქმა უნდა, უამბობ, ახლა მეწოდება ძიმი ამბავია და ვერ ვიმეტებ ჯერ რომ ეს ამბავი უამბობ, მგონი რომ ვერ გაიგებს.